ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრად მდებარე ქართულ სოფლებში ინფრასტრუქტურული ვითარების შესწავლა დასრულდა რეგიონული გავითარების რეინტეგრაციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთობლივი პროექტების გახორციელებას იწყებენ. სოფელ ზართა ანტკარში, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს და ეთნიკური ქართველებით და ოსებით არის დასახლებული სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა დაიწყო. ამ ჭაბურღილით რამდენიმე სოფელს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. პროექტის პირველი ეტაპის ბიუჯეტი, რომელსაც მუნიციპალური გავითარების ფონდი ახორციელებს 124,000 ლარია. ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს სულ 4 ჭაბურღილის მოწყობა იგეგმება. ადგილობრივი მოსახლეობა პარალელურად სოფლის გაზიფიცირების პროექტის გახორციელებასაც ითხოვს. თუ ეხლა ხას დავასრულეთ და ძალიან ჩქარა მიდიოდა ეს პროცესი, საჭიროებების შესწავლა ყველა იმ სოფლის, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ, ეს ეხება როგორც გორის, ისე კასპის, საჩხერის და ქარელის მუნიციპალიტეტებს და ეს შესწავლა ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ ძალიან დაჩქარებულ რეჟიმში განსაზღვროთ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უკვე დავიწყოთ აქტიური ქმედება და პროექტების გახორციელება, რომ ამ ხალხს დავეხმაროთ. ეს არის მაღალი ხარისხის სასმელი წყლის მიწოდებაზე ორიენტირებული პროექტია, რათა ამ სოფლებს ჰქონდეთ სასმელი წყალი. აქ წლების განმავლობაში ეს პრობლემა იყო და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება თითოეული ოჯახისთვის ერთის მხრივ აქ მცხოვრები ოჯახებისთვის იმის საშუალება, რომ მოიხმარონ ეს ხალი და მეორე მხრივ ის ადამიანები, რომლებიც წასულები არიან ამ სხვადასხვა პრობლემების გამო, ჩვენ ვცდილობთ, რომ კომპლექსურად სხვადასხვა საკითხები მოვაგვაროთ. მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დავალებით დაიწყო ოკუპირებული ტერიტორიების 4 სოფელში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების პროექტის განხორციელება. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები 2 სოფელში, 2 ჭაბურღილის მშენებლობაზე. სავარაუდოდ პირველი შედეგების შემდეგ თვის ბოლოსთვის დაიწყება მომდევნო 2 სოფელში 2 ჭაბურღილზე სამშენებლო სამუშაოები.